კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობის სრულყოფილ სერვისს თავაზობს. რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია ვარიანის ჰაიპერაქ სისტემით და სხიური ამაჩქარებლით სახელწოდებით ეთოსი, რომელიც რევოლუციური ნაბიჯია რადიაციულ თერაპიაში. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იგი პაციენტს სრულად უნიკალურ ადაპტაციურ მკურნალობას თავაზობს, რომელიც სასურველ შედეგს ნაკლები გვერდითი ეფექტით იძლევა. უფრო დეტალურად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილ მკურნალობის მეთოდებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ეთერში შემოგვიერთდნენ რადიაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი და რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპიის სპეციალისტი ლაშა გოგინაშვილი. თუ თქვენც ვერაფერი ვერ გაიგეთ, საუბარი დეტალებისთვის გვჭირდება სპეციალისტები. გამარჯობა. ხო, ერთი ის გავიგე, რომ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან სიახლეებს და მეთოდებზე ვსაუბრობთ, ბესი. მე ვისურვებდი, რომ საერთოდ არავის ალბათ თქვენს ჩემზე მეტად ისურვებდეს, რომ არ სჭირდებოდეს ადამიანს ამის ცოდნა, მაგრამ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სტატისტიკაც ისეთია მსოფლიო მასშტაბით, რომ ეს საკითხები ძალიან აქტუალურად რჩება. ბრძოლის ძალიან დაიხვეწა, ხო? ხო, მივდივართ წინ, მივდივართ რა, თქვენი იმედი გვაქვს. ამიტომ მოდი კითხავთ პირველ რიგში სხიური თერაპიის როლზე ამ ყველაფერში და თან ავხსნათ, ხო, რას ნიშნავს სხიური თერაპია? მოგესალმებით, მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. სხიური თერაპია ზოგადად ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მკურნალობის ონკოლოგიური დაავადების, რომელსაც უაღრესად დიდი ეფექტი აქვს ამ მკურნალობის დროს. ის გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში ქირურგიასთან და მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად. დაახლოებით 50%-ზე მეტ ონკოპაციენტს სჭირდება სხიური თერაპია, ანუ ამ მკურნალობის გარეშე ის სრულყოფილ მკურნალობად ვერ ჩაითვლება 50%-ში. მისი ძირითადი არსი არის სიმსივნური უჯრედის დაზიანება და განადგურება. ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური დაცვით. ეს არის არსი სხიური თერაპიის ზოგადად. მას ვიყენებთ ხოლმე ჩვენ როგორც უშუალოდ რადიკალური მკურნალობის მეთოდს, აი მაგალითად თავკისრის, პროსტატის, გარკვეული მორფოლოგიური ტიპის ფილტვის კიბოს შემთხვევებში. ვიყენებთ ხოლმე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, მაგალითად ოპერაციამდე რომ შევაფციროთ სიმსივნის ზომა და მერე ქირურგიული ჩარევა გახდეს ეფექტური, ან ქირურგიის შემდგომ, როდესაც უკვე მოცილებულია ეს ძირითად წარმონაქმნი იმარეს და ჩვენ რეციდივის პრევენციის მიზნით ვასხივებთ სარეცელს. ასევე სხიურ თერაპიას ვიყენებთ ხოლმე როგორც წესი პალიატიურადაც, რომ სიცოცხლის ხარისხი პაციენტების გავზარდოთ, აი ტკივილის მოხსნის მიზნით, კი, სისხლდენის შემცირების მიზნით და სხვადასხვა სიმპტომატიკის მოხსნის მიზნით. სწორედ ამიტომ ჩვენი განყოფილება მიმართულია იქითკენ, რომ სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს ამ მიმართულებით და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. რას გულისხმობს აი ბატონაშა თქვენთან გადმოვალ, აი ეს სრულყოფილი სერვისი და თქვათ უპირატესობას ამ შემთხვევაში რა გაძლევთ? მოგესალმებით, მეც სრულყოფილი სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების მკურნალობისთვის. 2018 წლიდან ჩვენს კლინიკაში დაბიჯ-დაბიჯ დაიწყო სხიურმა თერაპია, მის მნიშვნელოვანი მკურნალობა, რაც საქართველოს მოსახლეობას სჭირდებოდა. როგორც აღნიშნეთ, ამერიკული კომპანია ვარიანის უახლესი აპარატურა გვაქვს და ამის მეშვეობით პაციენტებს შევთავაზეთ გარეგანი სხიური თერაპია, რომლის დახმარებითაც ფაქტობრივად მოვიცავთ ყველა იმ ლოკალიზაციის ავტომობილის სიმსივნების მკურნალობას, რომელიც საჭიროა დაავადების პაციენტების მკურნალობისთვის. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ეს ორი ჩქარებელი, გარდა ამისა ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ განვითარდეთ და შევავსეთ ის მნიშვნელოვანი ნაწილები, რომლის გარეშეც არ შეიძლება ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაზე სრულყოფილად ისაუბრო. ამას გულისხმობს ბრაქითერაპიული მკურნალობა, ეს გახლავთ ადაპტიური მკურნალობა. ბრაქითერაპიული მკურნალობა ეს არის მინი-ინვაზიური მკურნალობა, როდესაც უშუალოდ სიმსივნეში ან სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში ხდება სპეციალური რადიაციული წყაროს ან ამ რადიაციული წყაროს მატარებელი სპეციალური კათეტერების შეყვანა, რა თქმა უნდა ანესთეზიის ქვეშ, რა თქმა უნდა პაციენტის მაქსიმალური კომფორტით და ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა რომ უშუალოდ სიმსივნე დავასხივოთ გარშემო ჯანმრთელი ორგანოების მაქსიმალური დაცვით.
როგორც აღნიშნეთ, წვეულებრივი ამაჩქარებლები, ბრაქითერაპიული, ადაპტიური მკურნალობა, რომელსაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ეთოსის უნიკალური აპარატი, არის ზუსტად ის სრული მოცემულობა რადიაციული ონკოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ პაციენტში შევარჩიოთ ზუსტად ის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება. ანუ ჩვენ მივცეთ პაციენტს მისი დაავადების რისკ ფაქტორებისგან, რისკ ჯგუფებიდან გამომდინარე სუსტი მკურნალობა. შეიძლება დაუშვათ მაგალითად პროსტატის სიმსივნის შემთხვევაში მაგალითს მოვიყვან. პროსტატის დაავადების მკურნალობა ხდება როგორც გარეგანის ხიუროთერაპიის ამაჩქარებლების გამოყენებით, ასევე ბრაქითერაპიული მკურნალობის გამოყენებითაც. უბრალოდ არსებობს კონკრეტული რისკგრუპები, კონკრეტული მოცემულობები, რომელსაც შემთხვევაში თავაზობთ, რომელი უმჯობესია პაციენტისთვის ეს გავაკეთოთ. ისევე როგორც ადაპტიური მკურნალობა, ეთოსის დახმარებით ეს უნიკალური აპარატი გახლავთ გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩვენ ფაქტობრივად ლაივ რეჟიმში ვაკონტროლებთ ორგანოების გადანაცვლებას ორგანიზმში და აი ამ ორგანოების კონკრეტული მოცემულობისა და მოცულობიდან გამომდინარე საზღვრავთ სამიზნე არეებს, რომელთაც დაავადებას უფრო ზუსტად ვასხივებთ და ჯანმრთელ ორგანოებს უფრო მეტად ვიცავთ ზედმეტი მინიმალური ტოქსიკურობა. თქვენ ბრძანდებით რადიაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ცხადია ხელმძღვანელობა გულისხმობს იმას, რომ ამ დეპარტამენტში დამემართულებაში რა ხდება და რა უნდა ხდებოდეს, როგორ უნდა ხდებოდეს, ამას პირდაპირ ხდება და გრძნობს ხელმძღვანელი ხომ ასე. ამიტომ მე თქვენ ძალიან თამამად მინდა გითხოთ რა ამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიმართულებაში თანამედროვე ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ერთი არის ცხადია კარგი სპეციალისტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე არის სპეციალისტი რითი მუშაობს, ხომ ასეა, რომ ტექნოლოგიები აძლევდეს საშუალებას თავისი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანოს, ხომ ასეა. რა ხდება ამ კუთხით და რა სიახლეებია თქვენ? ანუ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მჭიდრო კავშირშია ტექნოლოგიები ამ მიმართულებასთან მედიცინის დარგის, იმიტომ რომ ეს აპარატურა, ეს ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება და ჩვენ უბრალოდ smartphone-ი რო ავიღოთ, როგორ დაიხვეწა, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გვაქვს ამ ხიურ ამაჩქარებლებში. იცვლება ეს პროგრამული უზრუნველყოფები, რომელიც ზუსტად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დასხივებისას მაღალი სიზუსტე, მივიღოთ მკურნალობის ეფექტურება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ეს იყოს მისთვის უსაფრთხო. ხო, ნამდვილად. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამას ყველაფერს ფეხი აუბად და ჩვენი განყოფილების მხრიდან გეტყვით, რომ ორი მნიშვნელოვანესი სიახლე იყო, ერთი რაზეც ილაპარაკა ლაშამ, რომ ჩვენ დავნერგეთ ადაპტაციური ხიუროთერაპია ჩვენს განყოფილებაში და ეს მართლაც გარღვევაა ხიუროთერაპიაში, იმიტომ რომ როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტული ხიუროთერაპიის დროს პაციენტი ხივდება, ის გეგმა მომზადებულია პირველ დღეს და იმ გეგმით ხივდება შემდგომ უკვე ის თითეული სეანსი. ამ შემთხვევაში კი ეს აპარატი ეთოსი ამერიკული კომპანიის, რომელიც აქვე დავაკონკრეტებ, რომ 40-მდე სამედიცინო ცენტრია მსოფლიოს მასშტაბით და ერთ-ერთი არის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მათ შორის საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოერგოს იმ ანატომიურ მოცემულობას პაციენტის რეალურ დროში. როდესაც პაციენტი იყოფება აპარატს. ანუ ეს იძლევა იმ მაქსიმალურ სიზუსტეს და ტოქსიურობის ნაკლებ ეფექტებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და მეორე, რაც მინდა გამოვყო ჩვენ განყოფილებაში, ასევე შევიძინეთ HyperArc სისტემა, თქვენ დაიწყეთ ამ HyperArc-ით ეს გადაცემა. ანუ რას აკეთებს HyperArc სისტემა? HyperArc სისტემა არის სპეციალურად გამოგონილი თავში მრავლობითი მეტასტაზების სამკურნალოდ. წარმოგიდგენთ, ახლა თავში მრავლობითი მეტასტაზა ჩვენ რო გვესმის, უკვე ეს თითქმის განაჩენია, ხო, პაციენტისთვის. ზუსტად ეს სისტემა ესეთ პაციენტებს აძლევს შანსს, რომ მოხდენ რაიმე კონტროლირება ჩარჩოებში და გავიდეთ რადიკალური მკურნალობის რეჟიმში. ეს შესაძლებელია ამ HyperArc-ის დახმარებით ერთ სიაში დავასხივოთ რამოდენიმე მეტასტაზი თავის ტვინში, რომელიც 10-15 წუთი გრძელდება. და პროცესურას აი ხა მე თქვენ კითხეთ ეს ტექნოლოგიას და მოდი ლაშასთან ვიკითხავ უკვე მეორე მხარე ამ ტექნოლოგიის უკან ვინ დგას და ვინ უნდა იდგეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს და თქვენთან თუ არის რა ხან ამერიკულ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ და საერთაშორისო გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ამ სპეციალისტების ნაწილში თუ გაქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა. გვალოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად. გამომდინარე იქიდან რომ
მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი სრულ სერვის თავაზობს პაციენტებს დაწყებული ფიოვანჩქარებ დამთავრებული სტერეოტაქსიული და ადაპტიური მკურნალობით, ამას უმნიშვნელოვანესია, რომ ზოგს უმაგრებდეს და ხელმძღვანელობდეს ის გამოცდილი გუნდი, რომელიც ამ დაავადების საწინააღმდეგოდ მომზადებულია და იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს მკურნალობა. ჩვენი გამოცდილება, როგორც უკვე აღნიშნა 2018 წლიდან ამ საქმეს ჩვენი დეპარტამენტი უძღვება და საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შედეგების ხიური თერაპიის შეფასებაზე ეს არ არის ისეთივე სწრაფი, როგორც ოპერაციული მკურნალობის დროს დაუშვათ პაციენტს სისხლი მოსდის, გავკერა და სისხლი აღარ მოდის. ხიური თერაპია არის ხანგრძლივი მკურნალობა, ეფექტურობაც ხანგრძლივია და ამაში აუცილებელია გამოცდილება არა მარტო ერთი კონკრეტული ექიმის, რომელსაც ამის ასე თუ ისე ცოდნა აქვს, არამედ მთელი გუნდის, რომელშიც მოიაზრება რადიაციული ონკოლოგიის სამედიცინო ფიზიკოსი, ტექნიკოსი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და გარდა ამისა ჩვენი მნიშვნელობა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა კონგრესებზე მონაწილეობით და ჩვენი უცხოელი ექსპერტების დახმარებით, როგორც ამერიკიდან, ასევე ესპანეთიდან და ევროპიდან და მათი მეშვეობით მნიშვნელოვანი მკურნალობა დაგეგმა და პერსონალიზირება ჩვენი მკურნალობის. სწორედ აი ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურებას ადამიანი იღებს აქ საქართველოში თავის სამშობლოში და ზოგავს ამითი თავის დროსაც და ფინანსურად. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავიხადოთ სტუმრობის სამსახლების განცდობისთვის. ჩვენ მე კიდევ ერთხელ გამისთა განცდა, რომ სიმსივნეს საბრძოლო არ არის განაჩენი და ეს დაძლებადია ფავორია სპეციალისტების ტექნოლოგია. ძალიან დიდი მადლობა. დაგახსოვეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ.